ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად. ხო, თორემ ბევრი იქნებოდა რა თქმა უნდა აქამდე ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა. თავის მართლების რიტორიკაში ჯერაც არაფერი შეცვლილა. ოლიგარქის პარტია არც შეცდომების აღიარებას და არც მმართველობის სტილის შეცვლას განიხილავს. თუმცა მაინც ეიმედება, რომ ამ სტრატეგიით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას დაათმობს და პარტნიორობის აღსადგენად დათმობაზე წასვლა არ მოუწევს. ანა პაულინა ლუნა, რომელიც არის კონგრესმენი ამერიკის შეერთებული შტატების, მისგან მივიღე მოწვევა, რომელიც არის ალიანსი იქმნება, სუვერენული ერების ალიანსი და მთავარი გზავნილი არის, რომ სუვერენული ქვეყნები თავად წყვიტავენ თავიანთ ბედს, ანუ ხალხზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობა. ლეგიტიმაციის დასტურად მიგაჩნია თქვენი მიწვევა? კარგი, ახლა. ერთ-ერთი ვისაც პარტიამ თეთრ ფურცელზე პირველი ნაბიჯების გადადგმა ანდო მარიამ ლაშხია. მასთან ერთად ნიკოლოზ სამხარაძეს, ეკა სეფაშვილს და ლიკა შარტავასაც. ოცნების საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში რთული მისიით გაემგზავრა. სუვერენულ ერთა ალიანსის ორდღიანი კონფერენცია, რომელსაც ერთ-ერთი კონგრესმენის პერსონალური მიწვევით დაესწრება სტრატეგიულ პარტნიორთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის დასალაგებლად გამოიყენოს. ეს ფორმატი ამჟამად ერთადერთია, სადაც ამერიკის მიერ სანქცირებული ქართველი ოლიგარქის პარტია სასურველი სტუმრების სიაშია. ჩვენ ამ ვიზიტს უყურებთ კიდევ ერთ კარგ წინ გადადგმულ ნაბიჯს და იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტითაც, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა მიმდინარე პროცესები და შეხვედრებითაც ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების აღდგენას. ეს არის ჩვენი მოლოდინი. ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს, ერთი წელი იქნება, ორი წელი თუ რამდენი ხანს დაჭირდება ამ პროცესს. ჩვენ მზად ვართ ნაბიჯ, არა ემოციურად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ შვიდად დაველოდოთ იმ შესაძლებლობას, როდესაც იქნება სამართლებრივი და სამართლიან ნიადაგზე ამ ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა. ქართული ოცნების დელეგაცია ვაშინგტონში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მიიწვია. ის პრორუსული განწყობებით ცნობილი პოლიტიკოსია, რომელიც ასეთივე სტუმართმოყვარეობით პერიოდულად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მასპინძლობს. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ ის კრემლის სპეცწარმომადგენელს კირილ დმიტრიევს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტისგან საჩუქარიც პირადად მიიღო. თავად პუტინის გამოსახულებიანი შოკოლადი. ანა პაულინა ლუნა ცნობილია მისი ბრალდებებით უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ის თითქმის ყოველ ჯერზე ომში მყოფი უკრაინისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფინანსური დახმარების გაცემის წინააღმდეგია. ქართული ოცნება ახლა მასში ტრამპთან საერთო ენის გამონახვის გზას ხედავს. თუმცა პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ ილუზიის შექმნის მცდელობაა. ეს არის გათვლილი საზოგადოების იმედების მიცემაზე, არასათანადო იმედების მიცემაზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მარიამ ლაშხი ცალკე აღებული, ან კიდევ დანარჩენები ვერაფერს ვერ შეცვლიან, თუ არ შეესრულებენ იმ წინაპირობას, რაც ელჩის მხრიდან გადაცემული აქვს ივანიშვილის რეჟიმს რუბიოს შემონათვალის სახით დიდი ხნის ადრე. პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებულები არიან სანქცირებულმა ქართულმა ოლიგარქმა მისი სანქცირების მიზეზიც და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენის რეალური გზაც კარგად იცის. თუმცა უმოქმედობა ქართული ოცნების არჩევანია, რადგან ეს გზა მმართველობის ავტორიტარულ მეთოდებზე უარის თქმაზე გადის. მათ ძალიან მკაფიო ინსტრუქციაც აქვს მიცემული. აქვს ჩვენს დასავლურ პარტნიორებს, ნათქვამი ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმისთვის რა უნდა გააკეთონ. უნდა გააუქმონ ის უაზრო კანონები, რომლითაც ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში იზღუდება, გამოუშვან უნდა პოლიტიკური პატიმრები და ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები. მხოლოდ ეს მიცემს შეაძლებლობას ამ ქვეყანას ახალი ურთიერთობები დაიწყოს ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან. ყველას კარგად გვესმის, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ამ ტიპის ნაბიჯების განხორციელება პრაქტიკულად არის გამორიცხული. ქართული ოცნების დელეგაცია სუვერენულ ერთა ალიანსის კონფერენციაზე სხვა ქვეყნების სტუმრებთან ერთად დაჯდება. მაგალითად, ალტერნატივა გერმანიისთვის. ეს ულტრამემარჯვენე პარტია რუსული კონტაქტებით არის ცნობილი. ის მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებას და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას. სტუმრების სიაშია ვუჩიჩის სერბეთის პროგრესული პარტიაც. ოცნების წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს 4-5 მარტს გამართავენ. ისინი აანონსებენ, რომ შეხვედრები სუვერენულ ერთა ალიანსის კონფერენციის მიღმაც ექნებათ. შეეხება თუ არა ამერიკული ვიზიტის მთავარი გზავნილები კვლავაც პარტიის საპატიო თავმჯდომარის სანქცირების გადაწყვეტილებას. წინასწარ დეტალებს არ ამხელენ, თუმცა დიდი ალბათობით ივანიშვილის თანაპარტიელები ამერიკაში შეცვლილი სტრატეგიით წავიდნენ. და თუ კი აქამდე მთავარი სავაჭრო თემა სწორედ ოლიგარქის ფული იყო. ამჯერად კომუნიკაციის ახალი სტრატეგია მათ ოცნების პრემიერმა რამდენიმე დღის წინ უკარნახა. სანქციების მოხსნა ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის
რელევანტური. აქ როდესაც ჩვენ საუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება.